მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ვიწყებთ პირკე ავთის შესწავლას, წინაზე ქონდა შესავალი. დანეს მიშნა, პირველი მიშნა იწყებს პირკე ავთი შემდეგი მიშნით. მოშე კიბელ თორა სინაი. მოშე რაბენო მიიღა თორა სინაის მთაზე. არ წერია პირკე ავთში, გამჩინისგან მიიღო, როგორც ხომაში წერია. არამედ წერია თორაში, რომ ხომაში როგორ წერია, რომ გამჩენი ჩამოვიდა და სინაის მთაზე გადასცა. არ წერია, რომ გამჩენმა მისცა მოშე რაბენოს თორა სინაის მთაზე, არამედ წერია, რომ მოშე რაბენო მიიღო თორა სინაიდან, მისინაი. უმსარალი იოშუა და შემდეგ სიცოცხლის ბოლოს უკვე გადასცა იოშუას გენიუმსგენ იმ ლენევიმ უხუცესებმა წინასამეტყველებმა ლანშენკნეს და გდოლა გადასცეს რაბებს, ასე ვთქვათ, გარკვეული რაოდენობის ბრძენები იყვნენ ლანშენკნეს და გდოლა და ჰემამურ შაშადვარი ლანშენკნეს და გდოლამ ბრძენებმა გვითხრეს და გავალეს სამი რამე ჰევო მეტუნებადინ იყავერთ ფრთხილები სასამართლოში ვეიმიდო თალმიდი მհარბე რომ გავამრავლოთ ბიზათ შენ თორის მოსწავლეები ვინც თორა შეისწავლენ და თორას გადასცემენ შემდეგ თავებს ვეასოქ სეგდლა თორა და გაუკეთოთ ზღუდე თორას რო განვიხილოთ მოკლედ ასე ვთქვათ მიშნა გვასწავლის თორა რომ გამჩენელმა გადმოსცა მოშე რაბენოს თორა სინაიდან. მაგრამ პირდაპირ წერია მიშნაში სინაიდან მიიღო. მოშე კიბელ თორა მისინაი. რატო წერია სინაიდან? გვასწავლიან რაბები ძირითად ფუნდამენტალურ მიცვას, სანამ ადამიანი გადავა მიცვების შესრულებაზე და შესწავლაზე და ყველაფერს თორის გარშემო ტრიალებს, ფუნდამენტალურ მიცვას გვასწავლის თორა, ვის შეუძლია მიიღოს თორა და გადასცეს და შეასრულოს და იყოს გამჩენის მოშიშე, ვისაც თავდაპირველობა აქვს. საიდან სწავლობთ ამას? სინაის მთიდან. გამჩენმა მისცა თორა მოშე რაბენოს სინაის მთაზე და მიშნა გვასწავლებს რომ სინაიდან მიიღო, რატო სინაიდან? მიდრაში მოყავს, ძალიან სლათ მოყავს მიდრაში და მოკლედ რომ მოვიყვანოთ. გამჩენი ჩამოვიდა, ასე ვთქვათ, დედამიწაზე და უყურებდა თუ სად შემიძლია გადავცე თორა ებრაელ ხალხს. ამოირჩია უდაბნო, არც ეგვიპტეში შეეძლო, არც ისრაელის მიწა, ხო შეეძლო მიეცა ისრაელის მიწაზე, თქვათ გამჩენმა უდაბნოში. უდაბნოში სადაც არაფერი არ გააჩნია. არც შენობა, არც ვთქვათ ბუნება, არც არაფერი. აი ეს ვთქვათ სარიელია მთლიანად. და სად გადმოგვცა გამჩენმა სინაის მთაზე, რატო სინაის მთაზე და სხვა მთაზე არა? როგორც ბოდიში თორა წერს რა, გვაწერენ რაბები მიდრაში რომ სინაის მთა იყო ყველა მთისგან გამორჩეული თელ უდაბნოში. პირველი რომ ყველაზე დაბალი იყო, პატარა მთა არის და მეორე სხვადასხვა მთაზე რაც არ უნდა სასწაულო იყოს რომ უდაბნოში რაღაცა ხარობდა, იყო რაღაც მცენარეები სხვადასხვა მთებზე სადაც ხარობდა. ზოგან რაღაცა სახეობა მცენარე იყო, ზოგან მეორე, ზოგან მესამე. სინაის მთაზე არაფერი არ ხარობდა. ასე ვთქვათ, როგორც რაბები უწოდებენ, შიშველი მთა იყო. და გამჩენმა ზუსტად სინაის მთა მოირჩია. რატო? რადგანაც ყველაზე მეტად უხდებოდა რისი გადმოცემაც უნდა და გამჩენს. რომ იყოს თავდაბალი და არაფერი არ გააჩნია. თორა გვასწავლის რა, ვინ არის გამჩენის მოშიშე, ნაღდათ ვინ ასრულებს თორას, ვისაც თავდაპირველად ყველაზე მეტად რა უნდა გქონდეს თავდაბლობა. როცა ადამიანს თავდაბლობა აქვს, ყველაფერი შესრულება შეუძლია, ნებისმიერ მიცვას დაეუფლება, ნებისმიერ, ასე ვთქვათ, გადადგმულობითი წარმატება აქვს, რატო? ადამიანი როცა თავდაბალია, ყველაფერზე ამბობს რა, გამჩენისგან არის. ადამიანი, როდესაც ბევრი წარმატება აქვს ცხოვრებაში, ის რაღაცა შეიძინა, რაღაცას მიაღწია, რაღაცა ბიზნესი აქვს ცხოვრებაში, ან ასე ვთქვათ, ცოდნა აქვს და ასე შემდეგ, ყველაფერს უნდა გქონდეს ეთი ფუძე, რომ ეს არის გამჩენისგან.
ადამიანი როდესაც არის ქედმაღალი და თავისი მიღწევებით ასე ვთქვათ ამაყია და სხვებთან მით უმეტეს სხვა ადამიანების მიმართ არის ამაყი, იმიტომ რომ ეს გამაჩნია, მის გამაჩნია, გამჩენიძახის რა, შეიძლება მაგ ადამიანსაც კონდეს ბევრი მიცვებიც გარშემო, ბევრი ასე ვთქვათ სიკეთეს აკეთებდეს, ასე შემდეგ თუ რა იძახის გამჩენი გვეუბნება თუ რაში რა, პირველ რიგში რას უყურებს გამჩენი, აქ თუ არა ადამიანის თავდაპირველობა. როგორც მაგალითად მოყავთ რაბებს, ხუთი რამე, როგორ უნდა ქონდეს ადამიანი, როგორ უნდა შეიძინოს ეგრევე ასე ვთქვათ დაეუფლოს ადამიანის თავდაპირველობას. ეს რა თქმა უნდა დიდი ასე ვთქვათ სამუშაოა, რომ იყოს ადამიანი თელი ცხოვრება თავდაპირველი, მაგრამ პატარა ხუთ რამის მიაქცევს ყურადღებაო და მიიღებს ადამიანის თავდაპირველობას. როგორც ჩამოთვლილი არა, შეგრძნება, როგორც ზნობს ადამიანი ნებისმიერ რამეს, ხედვა, სუნთქვა, ასე ვთქვათ გადაადგილება და ასე ვთქვათ დაფასება თუ რა გააჩნია ადამიანს, მთელი სხეული რა იყოს ადამიანმა. და ეგ არის ზუსტად რა, როდესაც ადამიანი ერთ რამესაც კი დაუფიქრდება, რამდენიც მოწყალე გამჩენს და გვაძლევს ყველაფერს, ვთქვათ, როგორც რაბები გვიწერიან, ერთი რამე, რამოდენიმე წამით მოიკლოს ადამიანმა, ვთქვათ, ადამიანმა თვალები დახუჭოს. და თქვას, რომ ჩემი ცხოვრება ეგეთი რომ იყოს მთელი ცხოვრება, რომ ადამიანს ხედვა არ აქვს. რამდენად უკვე ადამიანს გაუჩნდება გამჩენის მიმართ სიყვარული და თავდაპირველობა თუ რაც გვაძლევს გამჩენი. თუ რამდენად ყველაფერი გამჩენისგან არის. ადამიანს შეიძლება ყველაფერი გარშემო კონდეს, ჩასაცმელი, სახლის, ფუფუნება, ყველაფერი კონდეს, მაგრამ ხედვა არ აქვს ადამიანს. ყველაფერს გემოიკარგება. ან თუ ადამიანს გადაადგილება არ შეუძლია, ყველაფერი კონდეს და ვერ მიდის მაქამდე, რომ გამოიყენოს ცხოვრებაში რაღაცა. ნებისმიერი სხეულის ნაწილი რა იყოს, თუ რამდენად მოწყალეა გამჩენი, რამდენად სიკეთეს გვიგზავნის ამ დედამიწაზე. და ზუსტად დაეუფლება ადამიანი იმ გრძნობას, თუ ეს ხო ყველაფერი გამჩენისგან არის. ერთი რამე თუ წაიღოს გამჩენდა უფალს ჩვენი ცხოვრებიდან, თითქმის შეიძლება ყველაფერს ფაზით დაეკარგოს. და მაგას გვიწევს თორა, რაბები გვეწერენ, რომ რამდენად უნდა იყოს მადლიერიც და თავდაბალიც ადამიანი, თუ რასაც გამჩენი გვიგზავნის ამ ცხოვრებაში, ყველაფერს უნდა მოვუთ რა, გამჩენისგან არის. ჩვენ არაფერი არა ვართ. და მაგას გვასწავლის რაბები კიდევ აგრძელებენ რა, მით უმეტეს სხვა ადამიანის მიმართაც. ქუჩაში რომ გავდივართ, არ უნდა ვიყოთ ამაყები, არ უნდა ვიყოთ რომ მე შენზე მეტი ვარ, მე შენზე მეტი გამაჩნია, მე შენზე მეტი ქონება მაქვს. ყველაფერი გამჩენისგან არის. როდესაც ადამიანი დაეუფლება გვასწავლის მიშნა, დაეუფლება იმ შეგრძნებას, რომ ყველაფერი გამჩენისგან არის, ყველა ერთ დონეზე აღმოჩნდებით. ყველაფერი გამჩენისგან არის, ჩვენი არაფერი არ არის. ამიტომ უკვე როცა ადამიანს იქნება თავდაპირველობა, აღარ იქნება სხვების მიმართაც ცუდი ხედვა, ყველაფერის რასაც გამჩენი გამოგვიგზავნის დავაფასებთ და მაშინ დაეუფლება ადამიანი, რასაც ქვიან აღდათ, გამჩენის სიყვარულს. რომ გამჩენი ამდენ სიკეთეს გვიკეთებს ამ დედამიწაზე. მაგის დანახვა უნდა და გამჩენს სინაის მთაზე. რომ ჩვენ არაფერი არ გქონდა რომ გამოვედით ეგვიპტიდან. ყველაფერი გამჩენმა მოგცა. ჩვენ როგორც უდაბნოში ვართ. რომ ჩვენს გარშემო არაფერი არ არის, ჩვენი არაფერი არ არის. ჩვენ ვართ პატარა მთა, ასე ვთქვათ ადამიანი. მის გარშემო არაფერი არ არის, არც ნაყოფი არის, არც არაფერი და გამჩენმა რა გააკეთა, როგორც მიღებულია მინჰაგი გვაქვს ჩვენ შაბათის სასწაულში, მოგვაქვს მცენარე, სახლშიც, ყვავილები, ლოცვაშიც, ბეთმიდრაშიც, მიღებული გვაქვს რომ ასე ვთქვათ შევმატოთ სილამაზე, რატო გამჩენი გვილამაზებს ყველაფერს. როცა ადამიანი ყოველთვის ამ აზროვნებით იცხოვრებს, რომ გამჩენისგან არის ყველაფერი, ჩამოდის მაგ ადამიანზე ის გრძნობას, რომ თავდაბალი იქნება, სიყვარული უფრო მეტი იქნება გამჩენის მიმართ და უფრო მეც მიაღწევს, როგორც ჩამოთვლილი მე შემდეგ მიშნებში თუ რა თვისებებია საუბარი ზოგადად თორაში. გვასწავლიან რაბები შემდეგ სამ რამეს, რასაც გვირჩევენ პირველ რიგში, ერთი რომ ვიყოთ ჭეშმარიტები, არასოდეს არ დავჩაგვროთ სხვები, არასოდეს არ გამოვიყენოთ ასე ვთქვათ, არ მივახციოთ ჩვენი ქცევებით, არა იმ საქციელების, ანუ იმ ქცევამდე არ მივიდეთ და იმ მოქმედებამდე, რომ არაკანონიერია. ყოველთვის, როგორც დავით მელეხიც გვასწავლის, რომ გინდაც დიდარიო, გინდაც უფროსიო, გინდაც პატარა, გინდაც არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სიტუაციას, ყოველთვის გააკეთე შალომი. არ თქვა რომ ადამიანს მეტი აქვს და გამოვართმევდა და ღარიბს მიცე, უკვე არ არის სამართალი. პირველ რიგში გვასწავლის თორა, თავდაპირველობის შემდეგ ვიყოთ ყოველთვის სამართალი.
სამართალი გამოდიოდა ჩვენ პირიდან, ლაშნარას ვლაპარაკობდეთ, ასე ვთქვათ, სწორი აზროვნება გქონდეს და ყოველთვის ვეძებოთ რა არის კანონი. გარდა იმისა, რომ ვიყოთ მოწყალები და ამ შემდეგ პირველ რიგში რა არის კანონი. ჩვენ შორის ყოველთვის იყოს ბეზათაშემ თორის მიხედვით კანონები. მაგას გურჩევენ რაბები პირველ რიგში. მეორე გვასწავლიან რაბები, რომ ყოველი თაობა პირველ რიგში თვითონ ვართ ვალდებულები თორა შევისწავლოთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში მოსწავლეები და არა მასწავლებლები, ყველაფერში ავითვისოთ და რა თქმა უნდა მე გვევალება გადავწეთ ჩვენ თაობას. ჩვენი თორა ყოველთვის როგორც თორა გვასწავლის ჩვენ ხელშია. ჩვენში დარჩება თუ გადავცემთ შემდეგ თაობას. ჩვენში დარჩება თუ გავამრავლებთ თორას. უდიდეს მიცვა დედამიწაზე ყოველთვის დავეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს რამე მიცვაში წინ წავიდეს, რამე მიცვა უფრო მეტი გააკეთოს, მეტი სიკეთე გააკეთოს, მეტი სიკეთე დათესოს ამ დედამიწაზე. ყველა გზა გამოვუნახოთ, თორა გვასწავლის, რომ უფრო მეტი და მეტი მიცვები გავამრავლოთ ამ დედამიწაზე. პირველ რიგში თორის სწავლით, რადგან შემდეგში ვხედავთ, რომ თორის სწავლის გარშე არ სწავლობით, ასე ვთქვათ, ადამიანი ვერ იქნება თორის მცოდნე და მიცვებსაც ვერ შეასრულებს. შესაბამისად, თორა გვასწავლის, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ თორის მოსწავლეები და შემდეგ ვიზრუნოთ ყოველთვის შემდეგ თაობაზე. ჩვენ შვილებს ვასწავლოთ, ჩვენ ახლობლებს ვასწავლოთ თორა, რაც ჩვენ შეგვიძლია არის ცოდნად შეგაგოჩნია, როგორც თორაში წერია რა, ნებისმიერი ერთი მიცვას რო ვასწავლოთ, ბედნიერი ადამიანი, როდესაც ერთი მიცვა გადასცა სხვას, არ არის საჭირო რომ მთელი თორა გადავცეთ, რაც უფრო მეტი მით უკეთესი, მაგრამ ერთი მიცვას რო გადასცეს ადამიანი, თორა წერს რომ უბედნიერესი ადამიანია. მაგ ადამიანს ექნება ყოველთვის წილი იმ ადამიანის მიცვების, ასე ვთქვათ, შესრულებიდანაც, როცა მეორე ადამიანს ვასწავლეთ ნებისმიერი მიცვა, პატარაც რა ვიყოთ, ხელები როგორ დავიბანოთ, ვთქვათ, ადგომის დროს, პულის ჭამის დროს და ყველაზე პატარა მიცვაც რო ვასწავლეთ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე გააგვიძილოს, ყოველი მიცვიდან ჩვენ გვაქვს წილი. ჩვენ დავაყენოთ რაღაცა გარკვეულ პატარა მონაკვეთზე, დავაყენოთ ადამიანი გამჩენის გზაზე. მიცვებს ასრულებს, რაც თორაში გვწერია. და მესამე, ასაც გვასწავლიან რაბები, ეს არის ვესწუსეგლა თორა. თორაში მოცემული გვაქვს ჩვენ, თუ ჩავიხედებით, თორაში არის 613 მიცვა. მაგრამ ეს 613 მიცვას, რომ ჩავიხედოთ შულხანახში, ბევრად უფრო მეტი წერია. რატო? რადგან 613 მიცვა ჩვენ გვაქვს რა ძირითადი. ესაც თორაში თორა გვასწავლის. მაგიდან გამომდინარე არის ორი ყველაზე მინიმუმ რო განვიხილოთ, ორი განხრა თორის მიცვებიდან. ერთი არის რა ასე ვთქვათ, ზღუდე თორას, ზღუდე ასე ვთქვათ, გაგვიკეთეს რაბემა, რომ ჩვენ არ მივიდეთ გამჩენადობას რამე თორის აკრძალვამდე, შესაბამისად ის თუ რამე მიცვას თუ წავიკითხოთ ან გავიგებთ და თორაში პირდაპირ ეგრე არ წერია, არის ამოდენიმე ახსნა რა შეიძლება იყოს ეს. ერთ-ერთი არის რა, ეს არის ზღუდე. როგორც მაგალითად პატარა მაგალითი მოვიყვანოთ, შაბათ დღეს ჩვენ არ შეგვიძლია დავწეროთ. ავიღოთ კალამი, ფანქარი არ აქვს მნიშვნელობა რა და დავწეროთ. მაგრამ რაბემა რა გააკეთეს, რომ არა მარტო რომ დაწერო არ შეიძლება, არამედ კალამიც ხელში არ აიღე, ეს არის მუქცე. რაბების მე დაწერილი, თორაში ჩავიხედოთ მუქცეს კანონებს ვერ დავინახოთ ხუმაში, ხუთწიგნეულში. მარტო აგრძელებები წერია, არ გააკეთო ის, ან ეს გააკეთე და ასე შემდეგ, მაგრამ რა წერია, არ შეეხო. ეს არის რა გამჩემა, ასე ვთქვათ, არაბების მეშვეობით დაგვიწესა ზღუდე, რომ ჩვენ გამჩენადობას არ მივიდეთ რაღაც ასე თუ ის დარღვევამდე. იგივენაირად ავიღოთ, ფესახი გქონდა ახლა ცოტა ხნის წინ, ამოდენმე დღის წინ და გამჩემა რა გითხრა რა, ჩვენ არ გქონდეს ხამეცი. არ გქონდეს ხამეცი ჩვენ მფლობელობაში. მაგრამ რაბებმა რა დაგოდაგოვლეს, რომ არა მარტო რომ ჩვენ მფლობელობაში არ გქონდეს, არამედ არც უნდა დავინახოთ. რატო? იმიტომ ხედვით სრული გვიჩდება, რომ ვჭამოთ ხამეცი, ან გამოვიყენოთ ხამეცი და ასე შემდეგ. ყველა ასე ვთქვათ, მიცვასთან დაკავშირებით რაღაცა ზღუდები ასე ვთქვათ, შექმნეს რაბებმა, რომ არ მივიდეთ რაღაც უფრო დიდ დარღვევამდე. და მეორე კიდე რა შეიძლება შეგხვდეს ჩვენ თორის კანონებში, რომ ყოველი თაობა რაც განვითარდება, სხვადასხვა ტექნოლოგიები შემოდის, ხელსაწყოები შემოდის და ასე შემდეგ, რაც თორის დროს, როცა შულხანახი დაიწერა, არ იყო ყველაფერი. თორა
300-400 წლის წინ რაბები ვერ დაწერდნენ, თქვათ ტელეფონთან დაკავშირებით რა კანონები იქნებოდა, ან სხვადასხვა ხელსაწყოებზე და ასე შემდეგ. რაც უფრო შემოძახალია ხელსაწყოები, დღევანდელი თაობის თუ იმ თაობის, სადაც ეს გამოიგონეს, ასე ვთქვათ, ემატება ზღუდეები, რომ თუ როგორ გამოიყენოთ ან შაბათ დღეს, ან ჩვეულებრივ დღეს, ან კარგ დღეებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაფერი დღევანდელ დღესაც სწავლობთ, ეს არის თორის ნაწილი. არ ვთქვათ, რომ გამჩნევარს ადამიანმა მოიგონა, არამედ რაბებს აქვთ იმის ცოდნა ბრძანებს, რომ ჩვენ დაგვაცილონ, დაგვაშორონ, ასე ვთქვათ, სერიოზულ აგრძელვამდე. შესაბამისად, რაბები აწესებენ კანონებს დღევანდელ თაობებშიც, თაობაში და შემდეგ თაობებშიც იქნება თქმა უნდა შულხან-არხის ასე ვთქვათ კომენტარები და ასე ვთქვათ ზღუდეები, რომ ჩვენ არასოდეს არ მივახლოდეთ რამე ასე თუ ის დარღვევას. შესაბამისად, როგორც თორე გვასწავლეს რა, ნებისმიერი ჩვენ თაობის თუ წინა თაობების ასე ვთქვათ ზღუდეებზე უნდა ასე ვთქვათ კავშირი გქონდეს როგორც თორის აკრძალვა. არ შეიძლება რომ თქვა რომ იცი ეს ადამიანის დაწერილია თქვა რა მოდი იოსეფმა რაღაც კანონი დაწერა და ახლა ის ადამიანმა დაწერა და ეს თორაში არ წერია. არა, თორა გვასწავლეს რა ნებისმიერი ზღუდე ჩვენ მიშნიდან ვსწავლობთ, რომ ზღუდეები განახლდება ყველა თაობებში. მიშნის თაობაშიც, გემარის თაობაში, ასე ვთქვათ, დანაიმ, ამრაიმ, ახრონეიმ და ასე შემდეგ. შემდეგ ზღუდეები იქნება სხვადასხვა სიტუაციაში უფრო მეტი, რომ ჩვენ დანიშნულებას არ გადაუხვიოთ, რომ შევასრულოთ ყოველთვის თორის კანონები პირნათლად. გამჩნდა გვეხმაროს, რომ ყველა მიცვების შესრულებაზე დაგვამადლიანოს, ყოველდღიურ თორის სწავლაზე დაგვამადლიანოს და გქონდეს მათი ბერახა და აცლახა. დროებით.